მის მაგერად რომ მის ჩვენებას მიეცა რაღაცა უნათელი შემოეტანა, უფრო მეტი კითხვები გააჩინა, კერძოდ დადასტურდა და ის იმ დღეს დაცვას ფუნქციას ასრულებდა, დადასტურდა რომ იმ მხოლოდ რამდენიმე პირთა წრეში იყო, რომელმაც იცოდა ზუსტი ჩამოსვლის დროს, დადასტურდა რომ იმის ათვალიერებდა და ათვალიერებაში რა შედიოდა ეგ მაინც ვერ განმარტა შემთხვევის ადგილს მანამდე სანამ მოხდებოდა. დადასტურდა ისიც რომ არავითარი ღონისძიება არ განუხორციელებინა იმ დროს, როდესაც სროლა ატყდა, როდესაც მასაც მოხდა და მაშინ დადასტურდა რომ იარაღი თან ჰქონდა და ბევრი ისეთ საკითხებზე გასცა ჩემის აზრით შეუსაბამო პასუხები, მათ შორის ისეთ პასუხები, რომელიც გამოძიების პერიოდში არ ჰქონდა დაფიქსირებული, მაგალითად, რატო შევიდა ლიფტში, რატო ავიდა მე-7 სართულზე, რატო მანდა მაინც მე-7-ზე, რატო ჩამოვიდა ქვევით, ისე რომ ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილა ბატონმა ლევან ჯანგველაძე, რომ მანქანაში დარჩენილიყო და ეს მაინც მოძრაობს ქუჩაზე, ლიფტში ადის, ვერ ხსნის მოსამართლის კითხვაზე, ლიფტში რა უნდოდა, რას ელოდებოდა და ამან უფრო მეტი კითხვები წარმოშვა. ჩემი შეკითხვა იყო, გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე ახსენებდა თუ არა მასთან, სხვებთან, სატელეფონო საუბრისას და მას ხომ არ მოусმენია სახელს და გვარს გიორგი მიქაძეს. რაზეც კატეგორიულად გასამოწმე პასუხი, რომ ასეთი არასოდეს არ მოусმენია. გაიხსენა ერთადერთი შემთხვევა, ოღონდ ვერ დაადასტურა, საუბარი ჰქონდა გიორგი მიქაძეზე თუ დავით მიქაძეზე, ეს იყო დაახლოებით 7-8 წლის წინო, ერთ-ერთ რესტორანში, როდესაც მან მიიყვანა ლევან ჯანგველაძე, იქ ვიღაც პირი გამოეცნაურა, შემოხვდა, ასე ვთქვათ, რესტორანის შესასვლელში, უთხრა რომ ვარო მიქაძე, ოღონდ გიორგი თქვა თუ დავითი თქვა ეს არ ახსოვს, შეიპატიჟა რესტორანში და იქ გაგრძელდა წვეულება. უფრო საინტერესო ისაა, რომ ამ მოწმემაც კიდე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძესთან საერთოდ არავითარი არასდროს შეხება არ ქონია ლევან ჯანგველაძეს, არ უხსენებია. დავით მიქაძესთან დაკავშირებით დაახლოებით 10 წლის წინ თუ 7 წლის წინ თქვა, რომ ერთხელ რაღაც რესტორანში შევიდნენ ერთად, მეტი არანაირი შეხება არ ქონა. კიდე ერთხელ დადასტურდა, რომ მოწმე რომ მოდის აქ. ეს მოწმეები ძირითადად არის მკვლელობის მოწმეები და შემთხვევის მოწმეები, თორე ორგანიზების მოწმე ჯერ მოსული, რომელიც რაიმე სიტყვა ამ პროცესთან მიმართებაში, მე ჯერ პროცესი არ მინახია. ეს იყო ძალიან ვრცელი ჩვენება, მის მიერ მიცემული და შეეხო ძალიან ბევრ გარემოებას. კონკრეტულად ის გარემოება, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო, ეს იყო საერთოდ იცნობდა თუ არა ლევან ჯანგველაძეს ხო არ ქონდა მასთან საუბრებია, შემთხვევით გაგებული, რომ ლევან ჯანგველაძე იცნობდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს გიორგი ჯოხაძეს, რასთან დაკავშირებითაც დააფიქსირა, რომ არც არასდროს მსმენია 16 წლის განმავლობაში, რომ ლევან ჯანგველაძეს როდისმე ეხსენებინა, რომ იგი იცნობდა ან იცოდა გიორგი ჯოხაძის შესახებ, ეს იმის დასტურია, რომ გიორგი ჯოხაძეს კიდევ ერთხელ რაც ადასტურებს, რომ არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არც წარსულში ქონია